ნაციონალური მოძრაობის ყოფილ და ამჟამინდელ ლიდერებს შორის მწვავე დაპირისპირება სხვა ბრალდებებითაც გრძელდება. ამ შემთხვევაში მთავარი აქცენტი გუნდის ღალატზე და ხელისუფლებასთან მილიონების სანაცვლოდ გარიგებაზე კეთდება. ოპოზიციაში არსებული ღია დაპირისპირება პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. ეს არის ნიკას პოზიცია, იმაზე პასუხი, რაც დაიწყო ნაციონალურ მოძრაობამ ურთიერთბრალდებების კასკადი. ნიკას უნდა კითხოთ, მე ვფიქრობ და ვამბობ, რომ დღეს ურთიერთგარჩევების, ბრალდებების და ერთმანეთზე გამოკიდების დრო არ არის, როდესაც მართლა დგას საკითხი სახელმწიფოებრივ დაკარგვას. მინდება უთხრა ნაცმოძრაობის მხარდამჭერებსაც და მიხეილ სააკაშვილსაც, რომ ხო გეუბნებოდით. აი 2024 წელს ამას ხო გეუბნებოდით? გვარამია რაც იყო რასაც აკეთებდა. მაშინ რატო არ ამოიღეთ ხმა? თორე დანარჩენი როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი მე გავაკრიტიკო იმაზე, რასაც 2 წელია ვიძახი. ცხადია, რომ ნიკა გვარამიამ ქართული ოცნების დავალებით დაშალა ნაციონალურ მოძრაობა და ამაში ფული აიღო. ამას რა მიხვედრა უნდა თუნდაც 2024 წელს. მიხეილ სააკაშვილი რატო იყო მაშინ ჩუმად? აი ეს კითხვაც მაწუხებს ბატონ პრეზიდენტთან. ის ფაქტები, ის ბრალდებები, რომელსაც ჩვენ ვიცმენთ ერთმანეთის მიმართ, ხშირ შემთხვევაში კი არა ძირითადად სიმართლეს შეესაბამება. იმიტომ რომ დაკავებულები იყვნენ უკვე ოპოზიციაში, მათ შორის თავისუფლებისათვის ჭყალებში მებრძოლები, მედიების გაკოტრებით, მედიების ასე თქვა დახურვით და ათასგვარი ისეთი საქმიანობით, რომელიც რა თქმა უნდა არანაირ კავშირში არ შეიძლება იყოს არც დემოკრატიასთან და არც დემოკრატიის ხარდაჭერი პოლიტიკური პარტიებისა.